არ არსებობს ერთიანი ხედვა უსახლკარობის პრევენციისთვის. შეუსწავლელია მიზეზები და მასშტაბები. არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა. ეს სახალხო დამცველის სიტყვებია, რომელიც 10 ოქტომბერს ომბუდსმენმა უსახლკაროთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. ლევან იოსელიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული უსახლკარო პირად ოჯახად რეგისტრაციის წესი, ხოლო სადაც ასეთი წესი არსებობს, უსახლკარო პირის ცნება არაერთგვაროვანია. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია გრძელვადიანია. დაკმაყოფილების მაჩვენებელი კი დაბალი. სახალხო დამცველის აპარატის მიერ სოციალური საცხოვრისების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებით აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული საცხოვრისების უმრავლესობაში არასათანადო გარემოა. სახალხო დამცველის გარდა ამ პრობლემაზე წლებია სოციოლოგები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ და ხელისუფლებას ქმედით ნაბიჯებს თხოვენ, თუმცა წლიდან წლამდე ოცნება მიდგომას არ ცვლის. საკითხი სისტემურად არ გვარდება და ჩვენ ვიცით რომ რამდენი სამინისტროა, რამდენი ქვეუწყება და უწყება და ასე შემდეგ არის და კი და ამისი მოგვარება ადვილად შეიძლებოდა თუნდაც იმ რაღაც გაუგებარი არავისთვის საჭირო კონცერტებიც და რა ვითომ რაღაცა ძალიან ისეთი ნიჭიერი ბიზნესმენების დაწერილი ღამეში დაწერილი ბიზნეს გეგმებიდან გამომდინარე სამწუხაროდ არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც სახელმწიფოს ეცოდინება თუ რამდენი ადამიანი არის უსახლკარო. უსახლკარო სტატუსის მინიჭება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხდება სხვადასხვაგვარად. თბილისში განცხადების განხილვა სჭირდება რამდენიმე თვე და ამ თვეების შემდეგ თუ კი გადაწყდა რომ ბოლოს და ბოლოს მოქალაქეს მიენიჭოს უსახლკარო სტატუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჩადგება რაღაცა უსასრულო რიგში, რომელიც ოდესმე დაკმაყოფილება თუ არა არავინ არ იცის. იმ დღეს მომიწა მეტროში და ჩემ წინ ახალგაზრდა გოგო იყო ბავშვთან ერთად, რომელმაც გაატარა ბარათი და იმაზე ეკრანზე, მეტროს ეკრანზე დავინახე, რომ დაეწერა სოციალური, ანუ მან გადაიხადა სოციალური. ეს არის უკვე სტიგმატიზაცია. ანუ მე გავიგე, რომ ეს ადამიანი სოციალური დახმარების მიღები. გესმით? ანუ ყველაფერში ჩანს, რომ ეს არის მოწყალების სისტემა, ესე რომ ვთქვათ, და არა მოქალაქეობის უფლებაზე დაფუძნებული სისტემა. ღარიბებს სახელმწიფო უფასო კვებას სპეციალიზებულ მუნიციპალურ სასადილოებში სთავაზობს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტს ბენეფიციართა განსხვავებული ოდენობა ჰყავთ და ბიუჯეტით სხვადასხვა აქვთ გამოყოფილი. მოქალაქეთა პრეტენზიებზე დაყრდნობითა და ციფრების ანალიზის საფუძველზე სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ საკვებად განსაზღვრული დღიური ნორმა არასაკმარისია. აი ასე აფასებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენას მთავრობა, რომელიც ეკონომიკური ზრდით მუდამ თავს იწონებს, წლიდან წლამდე უფასო კვებისთვის ხარჯს არ ზრდის. ეს მაშინ, როდესაც ინფლაცია მზარდია და წლიდან წლამდე სურსათი ორნიშნო მაჩვენებლით ძვირდება. უფასო კვების პროგრამაში უცვლელ მენიუსთან ერთად უცვლელია ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების სიაც. წლებია ეს კომპანიები ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ. თბილისში მაგალითად 45,000-მდე ბენეფიციარი ყავს უფასო სასადილოებს და 65 ასეთი სასადილო მოქმედებს მთელი თბილისის მასშტაბით. თუმცა მიმართვიანობა იმაზე მეტი არის და არის მომლოდინეთა რიგები შექმნილი. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი არის ლარი და 70 თეთრი და ამ თანხაში შედის არა მხოლოდ საკვების ღირებულება, არამედ მთელი მომსახურების პროცესი. აქ შედის პერსონალის ანაზღაურება, ჰიგიენის ნორმების დაცვა, კომუნალურები, თვითონ ოფისის ფართის ქირა და სხვა წვრილმანები. საერთაშორისო სტანდარტები, რაც არის ეს გაეროს და გაეროს ქვემდებარე ორგანიზაციებიდან გამომდინარე, მინიმალური კალორიების მიღების რაოდენობიდან ისიც კი არ არის ხელმისაწვდომი და მე ამას თუ დაუპირისპირებთ იმ კორუფციულ აპეტიტს და მადას, რომ ამ თანხიდან გარანტირებულად იპარება, იმიტომ არანაირი კონტროლი არ არსებობს, არანაირი ანგარიში არ არსებობს ამაზე, ჩვენ ესეთი თარგს ვაკვირდებით, რომ ნდობა რომ მანდატი მივცეთ ამ ორგანიზაციებს, ნამდვილად არ იმსახურებენ. რაც შეეხება საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკას. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქვეყნის 12 მუნიციპალიტეტში 18 თავშესაფარია, რაც სპეციალისტების შეფასებით პრობლემის მასშტაბურობას თუ გავითვალისწინებთ, უკიდურესად მცირე ოდენობაა. თუმცა რაც გვაქვს, იმის არსებობაზეც კი არ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია. სპეციალისტები ამ საცხოვრისებში უკიდურესად ცუდ პირობებზეც მიანიშნებენ, რაც იმის მიზეზი ხდება, რომ ადამიანები იქ უბრალოდ არ მიდიან და ისევ ქუჩაში არჩევენ ყოფნას. ცალკეა ღარიბების ერთ ადგილას კონცენტრაციის გაუმართლებელი მცდელობაც, რაც სპეციალისტების თქმით, მოქალაქეთა ამ ნაწილის სტიგმატიზებას იწვევს.
მე გახლდით რამდენიმე საცხოვრისში და იქ მაგალითად მინიმუმ ის მცირე კვადრატულობის ოთახებიც კი არ არის ერთმანეთისგან სათანადოდ გამიჯნული გიფსომუყაოს ფანერებით არის ოთახები ერთმანეთისგან გატიფრული და წარმოუდგენელი ხო ზოგიერთ ოთახში მძიმე ავადმყოფი ცხოვრობს მაგალითად ანუ ეს ყოფითი საარსებო ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები მოკლედ იქ არ არის და აი ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში უნდა იყოს ალბათ ადამიანი რომ გარისკოს იქ შესვლა. მაგალითად ლილოში არის ერთი ესეთი თავშესაფარი, რაღაც გადაკარგულში ესეთი ადამიანისთვის რომ მათ შეძლონ ლილომდე ტრანსპორტირება და მისვლა. თუ მათ ფეხით არ მოუწევთ იქამდე მისვლა, მაგრამ მათი ფიზიკური მდგომარეობით, იმიტომ საკვები რომ მიიღონ ის ადამიანები ლილოში კი არა არიან მაგალითად ქალაქის სულ სხვა ბოლოში და ესეც ყველაფერი ეს არის შესაბამისად იმდენად ისეთი სახით წარმოდგენილი რომ არის იმდენად დამამცირებელი ფორმით რომ ესეც ძალიან დიდ წილს თამაშობს. რადგანაც ეს მოწყალების სისტემა ესე რომ ვთქვათ ეს ადამიანები გამოიყოფიან ქალაქის მოწყვეტილ ადგილებში და ცხოვრობენ ერთად ესე რომ ვთქვათ. ანუ ეს ნიშნავს რომ მათ რა თქმა უნდა ექნებათ სტიგმატიზაცია რომ ისინი არიან ესე რომ ვთქვათ ღარიბები და ლუზერები ესე რომ ვთქვათ ამ საზოგადოებაში. საცხოვრისები არის რეჟიმის ტიპის საცხოვრისები რა, ანუ თავისი წესებია, ესე რომ ეს ბინები არ არის. ანუ იქ არის წესები, იქ არის მაგალითად ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება, ბევრი რაღაც, ანუ წესებია, ესე რომ ვთქვათ. ანუ იქ ოჯახები კი არ ცხოვრობენ, ესე რომ ვთქვათ. არამედ იქ არის ღამის გასათევი ადგილი. მსოფლიო პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის ორი მოდელია. პირველია, როცა სახელმწიფო მოქალაქეს მხოლოდ და მხოლოდ გაღარიბების შემდეგ ეხმარება და სწორედ ასეთ პოლიტიკას ატარებს საქართველოც და მეორეა, როცა ქვეყანა ქმნის სოციალური დაცვის, ეგრეთ წოდებულ ბადეს, რომელიც მოქალაქეს ვარდნისგან იცავს და ფეხზე დგომაში ეხმარება. ყველაზე იდეალური არის ფინური მოდელი ამ შემთხვევაში, როცა სახელმწიფომ თავის დროზე გადაწყვიტა, რომ ჯერ უნდა უზრუნველყოს უსახლკარო ადამიანების მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფა, თუნდაც ისინი იჯარით ცხოვრობდნენ ან სახელმწიფო უხდიდა მათ ქირას არა, მათ უნდა უზრუნველყოს. ამიტომ შემდეგ დაიწყო სხვა პრობლემების მოგვარება, იმიტომ რომ ადამიანს როცა უკვე აქვს ადამიანური, ემოციური, სოციალური ადგილი უკვე დამკვიდრებული საზოგადოებაში, რაც მას უკვე გარიყულად არ აქცევს, მნიშვნელოვნად იზრდება მისი პროდუქტიულობის ხარისხი. საქართველოს კი წლები არჩეული აქვს ღარიბთა მოწყალების მეთოდი, რისგანაც სპეციალისტები შედეგს ნაკლებად ელოდებიან. ასე კი ნაკლებად მოსალოდნელია ეს ადამიანები ეკონომიკურად აქტიურები გავხადოთ და მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში ჩავრთოთ.